დღეს გაიმართა საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის ხდომა, რომელმაც პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ამ ცვლილებას და ამ ცვლილების მიხედვით ქართული ოცნება გეგმავს, რომ შეიტანოს მთელი რიგი ცვლილებები კანონში გრანტების შესახებ, როგორც მმართველ პარტიაში აცხადებენ, ეს ცვლილება დაეხმარება საქართველოს სამოქალაქო ორგანიზაციებს, რომ გაჯანსაღდნენ მმართველ პარტიაში, მიაჩნიათ, რომ უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო სამოქალაქო ორგანიზაციები ჩვენს ქვეყანაში ცუდ საქმეებს აკეთებენ და ამიტომ სახელმწიფომ თავად უნდა შექმნას ისეთი ფონდი, რომელიც კონკრეტულ კონკურსს გამოაცხადებს და ამ კონკურსში ისეთ ორგანიზაციებს გაამარჯვებინებს, რომლებიც ქართული ოცნების წარმომადგენლების განცხადებით მხოლოდ ქართულ საქმეს გააკეთებს და არ გააკეთებს მაგალითად ამერიკის დაფინანსებით და ევროპის დაფინანსებით რომელიმე დამფინანსებლის ინტერესებს არ გაატარებს საქართველოში. დღეს როგორც ცნობილია საზოგადოებრივი ორგანიზაციების ინიციატივების დასაფინანსებლად მთავრობის მიერ შექმნილი ფონდი იმუშავებს საგრანტო კონკურსების მიხედვით და შეიქმნება შესაბამისი კომისია, რომელიც ამა თუ იმ ორგანიზაციას განიხილავს კონკრეტული პროგრამისთვის არის თუ არა ის მიზანშეწონილი და გაატარებს თუ არა შესაბამის ღონისძიებას. რაც შეეხება ჩვენს კითხვას იმაზე, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია თავად სიტყვაში განმარტავს, რომ არის ორგანიზაცია, რომელიც არ არის შექმნილი და არ არის დამოკიდებული მთავრობაზე, ხელისუფლებაზე და რომელიც მონიტორინგს უწევს ხელისუფლების საქმიანობას, მათ შორის კრიტიკულად და როგორც წარმოუდგენია მმართველ პარტიას ისეთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც დაფინანსებული იქნება სახელმწიფოს მხრიდან, რამდენად შეძლებს ის კვალიფიციურ კრიტიკას შესაბამისი დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში სახელმწიფოს მიმართ. ამ კითხვაზე მმართველი პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არის შექმნილი სახალხო დამცველის აპარატი და რომელიც მუშაობს ხშირ შემთხვევაში კრიტიკულად სახელმწიფოს მიმართ და ასეთივე ორგანიზაციებს შეარჩევენ კონკრეტული საგრანტო კონკურსში, კონკრეტულ საგრანტო კონკურსებში გამარჯვებულადაც მმართველ პარტიაში მიაჩნიათ, რომ თუ ორგანიზაცია ქართულ საქმეს მოემსახურება, ის დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. მე ვფიქრობ, რომ ეს შეკითხვა მნიშვნელოვანწილად პასუხგაცებულია უკვე ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის მიერ, რომელმაც დაადგინა, რომ მნიშვნელოვანი პოზიტიური პროექტების გარდა გაცილებით უფრო დიდი უშველებელი რესურსი, მილიარდობით რესურსი მობილიზებული იყო იმისათვის, რათა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩართვას ქონოდა შეუქცევადი ხასიათი, რევოლუციების მოწყობა და ჩვენ უკვე საქართველოშიც ვიხილეთ ათეულობით მილიონი დოლარით დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელიც აბსოლუტურად არ ასრულებენ თავის ფუნქციას და იმის სწავლება მოლოტოვის კოქტეილი რა მიმართულებით და როგორ დაამზადო და რა მიმართულებით ისრულო, ეს არ ნიშნავს იმას, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია თავის საქმეს აკეთებს. რასაკვირველია, watchdog-ი ჭირდება ქვეყანას. ასეთები არის, თუნდაც თქვენი ტელევიზია ყოველდღიურად უყურებ. ნებისმიერი ტელევიზია, უშველებელი რაოდენობის მასმედია, პოლიტიკური ჯგუფები, ანალიტიკური ჯგუფები. რასაკვირველია არსებობს, მაგრამ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც პოლიტიკაშია პირდაპირ ჩართული, რასაკვირველია იმ რესურსს თუ ვერ მიიღებს ამ ფონდისაგან, რომელიც მისივე ქვეყნის წინააღმდეგ იქნება გამოყენებული, ამაში გასაკვირი არაფერი არ არის. სულ გააუქმეს USAID, აგენ ამერიკის შეერთებულ შტატებში. მას ვერ უსვამენ შეკითხვას. საქართველოს ხელისუფლება გონიათ დაბალი ღობე. ყველა პროექტი უნდა დაფინანსდეს, რომელიც ქვეყანას ჭირდება. ყველა პროექტი უნდა იყოს მხარდაჭერილი, რომელიც კონკრეტული ადამიანების სიკეთისთვის არის მოწოდებული. ასე რომ არავითარი სიჩუმის ყიდვა ამაში არ არის. არასამთავრობო ორგანიზაცია, თქვენ მე რასაც მეკითხებით ახლა, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია არ შეიძლება ბიუჯეტიდან დაფინანსდეს, ეს საკითხი ასე არ არის. არასამთავრობო ორგანიზაცია გულისხმობს იმას, რომ ის ხელისუფლებასთან დაკავშირებული და მის მიერ სტრუქტურირებული არ არის და კონკრეტული მიზნები გააჩნია არასამთავრობო ორგანიზაციას. თუ კი დაფინანსების რესურსი და საშუალება არის მკაფიო და გამჭვირვალე, თუ კი ეს ხდება გრანტების სახით და მისი მოძიება ხდება კონკურსის წესით, ღია და გამჭვირვალე შესაძლებლობებით, აბსოლუტურად არანაირი განსხვავება არ არის, საიდან იქნება თანხა შემოდინებული, მე გეტყვით, არა, რეალურად არის განსხვავება. განსხვავება არის იმაში, რომ ამ ფონდის, ამ საკანონმდებლო ინიციატივის შედეგად შექმნილი რესურსი, შედეგად დაფინანსებული თანხები არ და ვერ მიემართება ქვეყნისადმი მტრულ
მიზნობრიობით რაღაცა პროექტების გადაწყვეტაში, სადაც შირმა და მოსასხამი იყო აბსოლუტურად სხვა საზოგადოებას რო ატყუებდნენ და რეალური მიზნები კანვასის ტრეინინგების არ იყოს, იყო აბსოლუტურად განსხვავებული. რაც შეეხება მმართველი პარტიის ოპონენტებსა და იმ არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციას, რომლებიც უკვე 10 წლეულებია საქართველოში ადამიანის უფლებების საკითხზე და სხვადასხვა მიმართულებით მუშაობენ, ისინი ამბობენ, რომ ქართული ოცნება ახლა ცდილობს ეგრეთ წოდებული გამჭვირვალობის კანონის მიღებასთან ერთად, რომ ჩაანაცვლოს, ასე ვთქვათ, ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც ვერ აკონტროლებს ხელისუფლება, იმ სამოქალაქო ორგანიზაციებით, რომლებიც მმართველი პარტიის მიმართ ლოიალურად იქნებიან განწყობილი და შესაბამისად ნაკლებად ექნებათ კრიტიკული მოსაზრებები და შეფასებები სხვადასხვა სამთავრობო უწყების საქმიანობასთან დაკავშირებით. ქართული ოცნების ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ ეს არის გაგრძელება იმ რეპრესიების, რომელიც მათივე განცხადებით ბოლო პერიოდშია ჩვენს ქვეყანაში მოქმედებს.